გამარჯობათ მეგობრებო. ძალიან დიდი ინტერესია როგორ იქსოვება ყვავილები. ჯემპრებზე, ჟაკეტებზე, მაისურებზე, ნუ წინდებზეც. პრინციპი და ქსოვის სპეციფიკა ერთი და იგივეა თუ ქსოვთ ყვავილებს. ვეცდები გადმოგცეთ როგორ იქსოვება. თლიან სქემას ჩვენ აქ ვერ მოვგზავნთ. მე შევეცდები უბრალოდ აგიხსნათ და როგორ მოგგზავნოთ. სქემა შემდეგ თქვენ თვითონ უნდა გადაიტანოთ და თქვენ თვითონ მოგგზავნოთ. ახლა აქ რო დავიწყოთ ამ ყვავილების ქსოვა, არ ვიცი ან მსვლელობაში ქსოვის დროს როგორ დაგეხმარებათ ჩემი ვიდეო და ვფიქრობ ასე უკეთესია რომ სქემა მოგცეთ და მე მგონი უფრო და პრინციპს გაჩვენებთ როგორ ქსოვთ და მე მგონი უკეთესი იქნება არ ვიცი. ვნახოთ, შევეცადოთ, თუ ვერ გააკეთებთ აქ ვართ და შემდეგ კიდევ სხვანაირად ვცადოთ. ეს არის შიგითა მხარე, უკუღმა მხრიდან, აი ასე სუფთად იქსოვება. ეს არის გარეთა მხარე. ეს არის ბავშვის მაისური. თავიდან როცა იწყებთ, ააწყობთ სქემას, დათვლით მთლიანად რა როგორ რამდენი სად რა გჭირდებათ და იმის მიხედვით. ახლა დასაწყისი და დასასრული, ხო, ამას ყოველთვის ვამბობ, რომ აქ ვერაფერს ვერც დაამატებ, ვერც დააკლებ. რამდენი ხარ? მაქსიმუმი 1 ან 2 თვალი ჩაამატო ან მოაკლო რაღაც ქნა, ხო, ისაც კი ჩანს. ამიტომ აი მოხვედი აქ დასრულდა სქემა და აღარ გაქვს იმდენი თვალი რომ მთლიანი სქემა კიდე ჩაატიო აქ. აქედან იწყება, აი აქ მთავრდება, აი დაგრჩა 7-8 თვალი დაახლოებით აქ. ან 5 თვალი, ან 10 თვალი, არ ვიცი და სქემას არ ყოფნის. იწყებ ჩვეულებრივად, რამდენი თვალიც ახლა. ზუსტად აი აქ იწყება, აქედან იწყება დასაწყისი არის აქედან, აი ეს. და აი ეს თვლები როცა გრჩება და ამთავრე სქემა ხო და დაგრჩა რამდენიმე თვალი, რა უნდა ქნა? ჩვეულებრივად იწყებს სქემას თავიდან. როგორც აქ, თავიდან და რამდენიც მოგიწევს აქ, აი ისე ჩასვამ და ისე მოგსო. მოხვალ ბოლომდე და მეტი არა გაქვს თვლები, აქ თავიდან იწყება ისევ, აქ თავიდან იწყება ისევ, ხო? რამდენი თვალიც გაქვს და რა სქემის რა ნაწილსაც ჩაატებ, აი ისე ქსოვ. აი დააკვირდით როგორ არის ეს ჩასმული, აი ესაა მხოლოდ, მაგრამ სხვა გზა არ არის, აქ მთლიანად ეხლა ამ შემთხვევაში მთლად ლურჯს ვერ დატოვებ, ხო? ძალიან გამოჩნდება ახლა ეს დიდი ადგილი აქ. არც სქემა ეტევა, ამიტომ რაც ჩაეტევა, აი ეს ნაწილი იყო დარჩენილი და ქსოვ ჩვეულებრივად იწყებ, მოდიხარ აქამდე, მთავრდება უკვე და იწყება სხვა თავიდან. ეს კიდე რა შემიძლია გითხრათ? ამ ვარდის სქემა არის ეს, ვისაც დაგაინტერესებთ და გინდათ რომ მოგსოვოთ. იყო კომენტარები რომ გვასწავლეთო ყვავილების ქსოვა. მე ვეცდები რასაც ვქსოვ ახლა მე თვითონ ეს არის ეს სქემა და ვეცდები შემდეგ კიდე სხვა ვიდეოებით რაღაცნაირად უფრო გაგიადვილოთ, რომ ვინც თავიდან არის დაინტერესებული, რომ ისწავლოს და მოგსოვოს ასეთი სქემები.
ვინც იცის მოგსოვს, ხო, ახლა ვისაც გჭირდებათ, აი ეს სქემა არის ეს, შეგიძლიათ გადმობეჭდოთ თქვენ რო დასკრინვას ეძახით, გადმობეჭდოთ და მოგსოვოთ. სქემა იწყება აი აქედან, ეს ხაზები, დათვლილია ყველა რიგი, აი ჩამოწერილია რიგების მიხედვით, მაგრამ აი აქედან იწყება. ხაზები ჩვეულებრივად მოვნიშნე, აქედან იწყებთ ათვლას სქემის. აი აქედან, თვლების. გამოხვალ აქამდე, იწყებ ისევ თავიდან, გამოხვალ აქამდე, იწყებ ისევ თავიდან. აი ნახე, აქ ხო 1 2 3. 1 2 3. აი აქამდე მოდიხარ და ისევ თავიდან იწყებ. ვისაც სურვილი გექნებათ მოგსოვის ამ ყვავილის, შეგიძლიათ გადაიტანოთ. შემდეგ ისევ თავიდან იწყება, შემდეგ ისევ თავიდან იწყება და მთლიანად ირგვლივ გსოვთ ამ სქემას, რადგან ის ძაფი ისევ დასაწყისში უნდა მოიტანო, ხო, ირგვლივ გსოვ. შეიძლება ასე უფრო გაგიადვილდეთ გადმოტანა და უკეთესი იყოს. ახლა შემდეგი რა მინდა გითხრათ. ახლა ვნახოთ როგორ იქსოვება. კიდევ ამბობ, სქემა თქვენ თვითონ უნდა გადაიტანოთ და მოგსოვოთ. მე შევეცდები, რაც შემიძლია რომ აქ ვიდეოში ახსნა, როგორ ვგსოვთ. ეს არის სქემა, რასაც ვგსოვ ახლა. აი დაწყებულია უკვე. ესაც ჩვეულებრივი მაისური იქსოვება. აი თუ დააკვირდებით, აქ ვართ უკვე, აგერ გსოვთ, ეს მოგსოვილია. აი შიგით ამ მხრიდან, აი ასე სუფთად უნდა გსოვოთ, არ უნდა იყოს გადაძაბული და გადატანილი თვლები, არსად ასეთი რაღაცები არ უნდა იყოს. აი ასე უნდა ჩააგსოვოთ ერთმანეთში, შიგით ამ მხრიდან უნდა იყოს ძალიან სუფთა ნაკსოვი. ვისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ ამ ყვავილის სქემაც გადაიტანოთ. ახლა ჩვენ გავაგრძელებთ ქსოვას აი აქედან, მეგობრებო, მაგრამ აი ნახეთ, იწყებთ თავიდან. პირველი რიგი.
დათვლას იწყებთ აქედან, ხო, ამ ხაზიდან. პირველი რიგი, აწყობ, დათვლი, ესენი ხო არის თითო თვალი, თითო უჯრა. აქ უკვე ჩასვამ ფერს, რომელი ფერითაც გსოვ ყვავილებს. შემდეგ მოდიხარ თვლი, სულ თვლი, აი აქამდე. მონიშნულია ხო აქამდე. ეს გრძელდება ისევ აქედან. აქ აღარ გადადიხარ. მოხვედი აქამდე, ისევ თავიდან მეორე რიგს იწყებ და ისევ იწყებ დათვლას. ახლა ამ შემთხვევაში ეს ფერი ხომ არის ფონი. ამ ფერით ვიწყებთ ქსოვას, პირველი რიგი, მოვედით აქ და აი მე უკვე დასაწყისი მაქვს, ეს ფერი მაქვს ჩასმული. შემდეგ ვითვლი თვლებს, მოვედი აქ და აი ჩავსვამ ამას. ეს ჩამატებული მაქვს ჩემით ახლა თითო თვალი აქ, რომ ძალიან შორს მოდიოდა და ჩავსვი სილამაზისთვის. შეგიძლიათ გააშუალედოთ აქიდან აქამდე და თითო თვალი ჩაამატოთ, შეგიძლია არც. მოხვედი ხო აქამდე, აი აქამდე. მონიშნულია ესაც და იწყებ მეორე რიგს და ათვლას იწყებ აქედან. რამდენიც არის, იმდენი თვალია, რამდენი უჯრაც არის, აქ უკვე ამატებ და აი ჩვეულებრივად ჩამატებული მაქვს მეორე რიგი უკვე 2 თვალი. შემდეგ მოდიხარ, აქ ქსოვ, რასაც გეუბნება სქემა. მოხვედი აქამდე, იწყებ ისევ თავიდან. რას ნიშნავს იწყებ ისევ თავიდან? აი შემდეგი ყვავილი. ვაგრძელებთ, მოვედით აქამდე, აი აქამდე, იწყებ თავიდან დათვლას და იწყებ თავიდან შემდეგ ყვავილს. მოხვედი აქამდე, იწყებ თავიდან შემდეგ ყვავილს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა მე უნდა მოვხსოვო მეცხრე რიგი. აი მანამდე მოგხსოვილი მაქვს სქემა, რასაც მიჩვენებდა, ვთვლით და მივყვებით და ახლა ვაგრძელებ მე ქსოვას და ვქსოვ მეცხრე რიგს. დაიწყებთ თავიდან, ააწყობთ ჩვეულებრივ. ახლა ნახეთ, თუ ვქსოვ მეცხრე რიგს, აქედან ვიწყებ თვლებს, აქედან ვიწყებ ნიშნავს, აქ ვარ. და ვითვლი, 1, 2, 3 თვალი უნდა მოვხსოვო მე, რა ძაფითაც ვხსოვ ფონს, სვიტრს. შემდეგ 1, 2, 3, 4. ეს ჯვრები თითო უჯრაში არის თითო თვალი და არის ფერი, რომლითაც ვხსოვთ უკვე ყვავილს, ხო? 4 თვალი უნდა მოვხსოვო. 1, 2, 3, 4. დააკვირდით, როგორ მომაქვს ძაფი, რომლითაც არ ვხსოვ. მოვხსოვე ხო 4. 1 თვალი, ცარიელი უჯრა ხო მაქვს აქ 1. ესე იგი, ჩვეულებრივად ვხსოვ რა ფონითაც, რა ძაფითაც ვხსოვ ფონს. 1 შემდეგ ისევ. აი ასე. შემდეგ ისევ 1, შემდეგ ისევ, შემდეგ აი ცვლის 1, 1, 1, 1. ახლა დააკვირდი, როგორ უნდა გავიგო, რომ არ აგერიოს, რამდენი თვალი უნდა მოგხსოვო. ეს 4 ხო მოგხსოვე, ხო ყვავილი. ყვავილს გხსოვ, ეს ფერია. შემდეგი ნახე. ხო გამოტოვებ 1, 2, 3 უნდა მოგხსოვო კიდე თითო. და რა თქმა უნდა, თუ თითო ეს 3 უნდა მოგხსოვო, შუა თითო არის, აი ეს, ფონის ფერი. ახლა ნახე, 1,
ერთი, ერთი. ერთი, ორი, ხოა თითო. სქემა გეუბნება, უნდა მოგხსოვოს 3. ერთი, ორი, 3. ნახე? ერთი, ორი, 3. და შემდეგ არის 1 და 2. ფერი, რომლითაც ყვავილს გვსოვთ ჩვენ, არის აღნიშნული ლურჯით, ხო? მე ვგსოვ ამ შემთხვევაში ამ ფერით, შენ მოგხსოვ სხვა ფერით. 1, 2. შემდეგ ნახე. 1, 2, 3, 4, 5, 6 და 7 თვალი უნდა მოვგსოვ მე ჩვეულებრივი ფონი ჯემპერს რა ფერითაც ვგსოვ 7 თვალი და აქ უნდა გავჩერდე, რადგან სქემა მთავრდება. კარგი, მოვგსოვ 7 თვალს. ჩემ შემთხვევაში ეს არის ჯემპერის ფერი, ხო? 1, 2, 3, 4 დააკვირდი როგორ მომაქვს ფერი, რომლითაც არ ვგსოვ. 5, 6, 7. ორი თვალი ერთნაირად არ მომიყვანია, აი ეს ძაფირო არ მომეყოლებინა. 2, 4, 6, 7. და მე აქ უნდა გავჩერდე. ეს ერთი ყვავილი აქედან აქამდე სქემა მოვგსოვე. სქემას ვიწყებ თავიდან. ნახე. 1, 2, 3. 1, 2, 3. მეცხრე რიგს ვგსოვ და მაქვს 4 ყვავილის თვალი. 1, 2, 3, 4. ახლა ნახე. 1, 2, 3 უნდა მოვგსოვო თითო. და რა თქმა უნდა შუა-შუა იქნება თითო, როგორც იქ არის ნაჩვენები ეს. 1, 1, 1, 1, 1, 1. ნახე 1, 2, 3. 1, 2, 3. ახლა მაქვს 2. 1, 2. შემდეგი თუ გახსოვს, აქ გვაქვს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 თვალი. ეს ჩვეულებრივი ფერი, ხო? 1, 2, 3, 4, 5. ხედავ, ყოველ თვალზე აქიდან იქიდან უხევ მე მეორე ძაბს, რომელიც მომაქვს. აქედან ხო ამოვიყვანე, ახლა ნახე, აქედან ამოვიყვან. ახლა აქედან ამოვიყვან. წამოიღებს მეორე ძაბს, აბასაც წავა, ხო? ახლა მე რო ასე ვგსოვო, ასე. ნახე ეს სად ამრჩება? და მერე ასეთი გამომივა. ამიტომ ორ თვალს ზედიზედ არ ამოვიყვან ერთი მხრიდან ამ ძაფის. თითო თვალი, ერთი აქედან, ერთი აქედან, ერთი აქედან, ერთი აქედან. ასევე როცა ამით ვგსოვ, ამ ძაფს უხვევ იქით აქით თითო თვალით. ნახე ახლა.
2, 4, 6, 7 მომიქსოვია. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. აქ თავრდება სქემა და მე აქედან ვიწყებ ისევ 10-ლას. იმიტომ რომ ვაგრძელებ აქ სქემა, შემდეგი მაქვს. 1, 2, 3. 1, 2, 3. ახლა დავიზაპირეთ ხო უკვე, ახლა გვაქვს 1, 2, 3, 4 ყვავილი. 1, ახლა ნახე, შევცვალე ხო? ამძაფით რო გსოვდი და ეს მომქონდა, ახლა მით უნდა მოგსოვდა ეს წამოვიღო. ნახე ახლა. 2, 3, 4. სულ თითო თვალით ვატრიელებ ძაბს იქიდან, აქიდან, იქიდან, აქიდან. 4. ახლა ნახე, ისევ ეს ფერი უნდა ამოვიყვანო, აი ასე. ნახე. ახლა დათვლი 1, 2, 3 უნდა მოგსოვო ყვავილის ფერით. შუდაშო თითო მეორე. ყოველი თვალის შემდეგ ხო 3 თუ უნდა მოგსოვო, ნახე. 1, 1, 1, 1, 1, 1. ერთი, 2, 3 მოვგზოვე. ახლა ნახე, 2, 1, 2. შემდეგ ხომ გვაქვს 7 თვალი, ჩვეულებრივი ფერი. 1, 2, ნახე როგორ მომაქვს ძაფი, 3, 4. ეხლა აქედან 5, ეხლა აქედან 6, ეხლა აქედან 7. გამოვიტანე და გარედან არაფერი არა, ასე წასული და წამოსული. ეს სქემა აქ დავამთავრეთ, ხო? ვიწყებთ ისევ თავიდან 1, 2, 3. 1, 2, 3. შემდეგ 1, 2, 3, 4 ყვავილის ფერი. 1, 2, 3, 4. აი როგორ მომაქვს ძაფები. შემდეგ 1, 2, 3. 1, 2, 3, 1, 2, 3, 4 იქნება ეს უკვე, ხო? აი ასე. 1, 1, 1, 1, 1, 1. შემდეგ არის 2 ყვავილის ფერი. 1 და 2. და ახლა ვგსოვთ 7 თვალი ჯემპრის ფერი. 1, 2, როგორ მომაქვს ძაფი. 3, 4, 5, 6, 7. მოვედით აქ და სქემას ვიწყებთ ისევ თავიდან. ეს ყვავილი რამდენიც იქნება, იმდენჯერ ვიმეორებთ აქედან აქამდე, აქედან აქამდე. აი აქამდე და მოვალთ საიდანაც დავიწყეთ.
მოვგსოვე ირგვლივ მთლიანად ეს რიგი, როგორც დავიწყეთ, ვიმეორებთ, რამდენი სქემაც გვაქვს ამ ყვავილის და მოვალთ აქ. მოვგსოვეთ მთლიანი მე-9 რიგი ამ შემთხვევაში. გადავდივართ შემდეგზე. გადავდივართ მე-10 რიგზე და ვიწყებთ ათვლას ისევ აქედან, პირველი თვალიდან. აი აქ ვართ. აი ასე დაიწყებთ აქედან, როცა მოგსოვთ რეზინას და უკვე სქემა უნდა აწყოთ, ამას მოგსოვთ თუ არა მოგსოვთ, არ აქვს მნიშვნელობა, არ ვიცი, როცა იწყებთ სქემას, აი ამას თვითონ. ასე დაიწყებთ ათვლას აქედან პირველი თვალიდან, ჩასვამთ რამდენი თვალის შემდეგაც მოითხოვს და ნახავ რო არის სქემაში, დაიწყებ ისევ გადათვლას, ჩასვამ შემდეგ თვლებს, სად რომელს გთხოვს, მოხვალ აქამდე, ხო? დაბრუნდები და მეორე რიგი. როცა ასე ამას მოგსოვ ამ სქემას, რამდენიც გექნება ირგვლივ, ხო? მოხვალ აქ, ისევ აქედან, როგორც ამ შემთხვევაში ვგსოვდით. მოხვალ აქ, ისევ აქედან, მოხვალ აქ, ისევ აქედან, რამდენიც გაქვს ეს ყვავილი. მოგსოვე ის რიგი მთლიანად. მეორე რიგი. აქედან იწყებ ათვლას. მეორე რიგი გიჩვენებს, რამდენი თვალია ეს, შემდეგ რამდენი თვალია, რას გიჩვენებს ეს სქემა, ყვავილის ფერი, შემდეგ გადაგსოვ რამდენი თვალია, შემდეგ აქ რა ცვლილება ხდება მეორე რიგზე, ჩაამატებ თუ მოაკლებ ფერებს, შეცვლ თუ რას იქამ, რასაც გეუბნება, ეს ლურჯი არის ყვავილი და ესაც არის ყვავილი და ამ ფერით იქსოვება, მოხვალ აქ სქემა მთავრდება და იწყებ თავიდან და აგრძელებ მეორე ყვავილი, მე-3, მე-4, ისევ აქედან, მოხვალ აქ, ისევ აქედან, რამდენიც გაქვს, კიდევ ვიმეორებ. მოგსოვე მეორე რიგიც დამთავრდა, მე-3 რიგი. ვიწყებთ თავიდან და მე-3 რიგი აქედან იწყებ ათვლას, რასაც გიჩვენებს, ისევ იმას გსოვ. რასაც გიჩვენებს, რომელი თვლებიც არის ჩასმული აქ, რამდენი თვალიც, ისე გსოვ. მოხვალ აქამდე, იწყებ ისევ აქედან, შემდეგ ყვავილს. მოხვალ აქამდე, ისევ იწყებ აქედან, შემდეგ ყვავილს და მთლიან რიგს ასე შემოგსოვ და მოხვალ ისევ აქ. აგრძელებ მე-3, მე-4 და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორც ამ შემთხვევაში, ამ წუთში ჩვენ გადავგსოვეთ მე-9 რიგი. ტრიალდებით და სქემას ვიწყებთ თავიდან, მოვალთ ისევ ბრუნდებით, სქემას ვიწყებთ თავიდან, რამდენი ყვავილიც გვაქვს და მოვგსოვეთ მე-9 რიგი მთლიანად. ვართ დასაწყისში და ვიწყებთ მე-10 რიგს. მე არ ვიცი, რას მომცემს ახლა მე-10 რიგის რიგში სქემა, დავთვლი და რასაც მომცემს, ისე მოვგსოვ. ახლა ნახე, 1, 2, 3, ეს არის სვიტრის ფერი, ეს ფონი, რაზეც ვგსოვთ ყვავილს. ეს ჯვრები, ლურჯი ფერი არის ყვავილი და ვსვამ იმ თვლებს და იმდენს, რამდენსაც და სადაც მეუბნება. მოვგსოვე ახლა დავიწყებ თავიდან, ნახე, მოვგსოვე 1, 2, 3. ვიწყებთ მე-10 რიგს. მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე მოგსოვილი მქონდა დაწყებული და ვარ აი აქ, სადაც ვარ და რასაც გიხსნი, ასე დაიწყებ თავიდან და არ უნდა გაგიჭირდეს სქემის ჩასმა, სულ თავიდან აწყობა. 1, 2, 3. ხო, მიჩვენებს 3 თვალს ფონი, რასაც ვგსოვ, ხო? ახლა 1, 2, 3 მეუბნება 3 თვალის შემდეგ მოგსოვე ყვავილის ფერი 3, 1, 2, 3 და აუცილებლად რომელ ფერსაც არ უნდა ვგსოვდე,
მეორე ძაფი მომაქვს და ყოველი თვალის შემდეგ ან აქედან ამომყავს, ან იქიდან ამომყავს. და მომაქვს მეორე ძაფიც. ასე სუფთად რომ ვგსოვო. შემდეგ ნახე, ეს სამი თვალიც მოვგსოვე ყვავილის. 1, 2 ისევ არის ფონი, ჯემპრისფერი. 1, 2 მოვგსოვე. მეათე რიგს ვგსოვდა, მე რასაც მომცემს ახლა აქ სქემა, ზუსტად ისე ავაწყობ. ახლა ნახე, ეს ხო მოვგსოვე 2 ჯემპრისფერია. 1, 2 ყვავილის ფერებია ჩასმული და რა თქმა უნდა 1 და 1 ჩასმულია შუა-შუა ეს ჯემპრისფერი. კარგი. 1, 1 1 და 1 ხო ასეა? 2 ყვავილისფერია, 2 ჯემპრისფერია. ხო ასეა? 1 2 1 2 თითო. ახლა ნახე, 2 მაქვს მე ყვავილის, 2 მაქვს ჯემპრისფერი და 1 ყვავილის. ნახე. 1 2 2 მაქვს. ესაც 2 მაქვს. აი ეს 1 2 და ახლა 1 მაქვს ისევ ყვავილის ფერი. 1 შემდეგ უყურე 1 2 3 4 5 6 დამრჩა ჩვეულებრივი ფერი. 1 2 მეორე ძაფი უნდა წამოვიღოთ. ყოველი თვალის აქეთ და იქით. 3 4 5 6 აი ასე მომაქვს. 6 მოვგსოვე მე. ახლა აქ მოვედი. მე ხო გეუბნები, რომ ახლა თავიდან უნდა დავიწყოთ, აქ დამთავრდა, იქით ვერ გავაგრძელებთ, იმიტომ რომ სქემა თავიდან იწყება, ახლა სხვას ვგსოვ, შემდეგ ყვავილს ვგსოვ. მეათე რიგზე ვარ, მოვედი აქ და ვითვლი 1 2 3 ისევ ეს ფერია. ნახე, 6 რომ მოვგსოვე მე ეს ფერი აქ, 3 იგივე ფერი უნდა მოვგსოვო აქ. შენ არ დაიბნე, რომ ეს ამდენი უნდა იყოს ერთად, თუ არ უნდა იყოს. შენთვის არა აქვს მნიშვნელობა, რომელ ფერს გგსოვ, მთავარია შენ სქემა გიჩვენებს ამას, ხო, რასაც გეუბნება ის თვალი. მოხვედი აქ 6 მოგსოვე, აქ სქემა მთავრდება, თორე შეიძლება ფერი იგივე გრძელდებოდეს სადამდეღაც, როგორც აქ 1 2 3 იგივე ფერით ვგსოვ მე. 1 2 3 შემდეგი სქემა დავიწყე თავიდან და ვიწყებ ისევ შემდეგ ყვავილს. იგივეს ვგსოვ 1 2 3 1 2 3 და აუცილებლად არ დაგავიწყდეს, როცა ერთ ფერს რამდენიმე თვალს ვგსოვ, რომ მეორე ძაფი არ დაგრჩეს. შემდეგ 2-ია. აი დააკვირდი 2-ია. 1 1 1 1 კარგი, ნახე 1 1 1 1 მოგსოვე. ახლა 2 ყვავილის ფერია, 2 ჯემპრის ფერია, 1 ყვავილის ფერია. კარგი. დავიმახსოვრებ და მოვგსოვ. 1 2 2 ეს არის. 1 2 ეს არის. 1 ეს არის. მგონი არ შემეშალა. 2 2 1 1 2 3 4 5 6 და სქემა მთავრდება აქ. კარგი. 1 2 თან ძაფი უნდა წამოიღო. 3 4 5 6 ოკეი. სქემა თავრდება და
ვიწყებთ შემდეგ ყვავილს ისევ თავიდან. 3 თვალი ეს ჯემპრისფერი 1 2 3 3 ეს ფერი 1 2 3 გონი არ მეშლება არა აი 3 2 ეს ფერი ახლა 1 1 1 1 ხომ არის ასე ახლა 2 ყვავილის 2 ჯემპრისფერი და 1 ყვავილის ნახე 1 2 1 2 და 1 ახლა მოვგსოვ 1 2 3 4 5 ეს რა არის აქ 6 და სქემას ვიწყებ თავიდან, რადგან აქ 6 მოვგსოვე და სქემა დამთავრდა. შემდეგ ყვავილს ვგსოვ აქედან. და სულ ასე მოგსოვ აქედან აქამდე, აქედან აქამდე, აქედან აქამდე და მოხვალ აი აქ, საიდანაც დავიწყეთ გსოვა. მოვგსოვეთ მე-10 რიგიც და ვართ ისევ აქ დასაწყისში. აი ნახე ახლა მიეცა ხო ამისი ფორმა აქაც. აი ასეა ყველა ახლა რამდენსაც გაიმეორებ იმდენი ყვავილი გამოგივა მთლიანად ირგვლივ შემდეგ ამ სვიტრზე. ახლა გადავდივართ მე-11 რიგზე. მე-11 რიგზე ვართ, დასაწყისი არის აქ, აი აქ ვართ და ნახე, ისევ გვეუბნება 1 2 3 ჩვეულებრივად ჯემპრისფერით, რასაც ვგსოვთ 3 თვალი, აქ უკვე 2-ია ყვავილის ფერი. კარგი, როგორც ნახაზზე გვიჩვენებს, იმ რაოდენობით იმ ფერის თვლებს ამოვიყვანთ. 1 2 3 თან აუცილებლად შემდეგ ფერს უნდა იქიდან და აქედან ამოვიყვანოთ ყველა თვალი, რომ ძაფი წამოვიღოთ. 3 თვალი შემდეგ გვეუბნება მე-11 რიგი. ორი ყვავილის ფერი, 2 სვიტრის ფერი, 2 ყვავილის ფერი. 1 2 1 2 1 2 კი ვგსოვ მე, რასაც მეუბნება იქ რაოდენობით ფერებს, მაგრამ ძაფიც მომაქვს. დააკვირდით ამას. მოვგსოვე 2 ხო? 2 2 2. ახლა ნახე. 1 სვიტრის ფერი, 1 ყვავილის ფერი, 1 სვიტრის ფერი მოვგსოვოთ. 1 1 1 მოგხსოვე როგორც არის ნაჩვენები. 2 ყვავილის ფერი, 2 სვიტრის ფერი, 1 ყვავილის ფერი. 1 2 ძაფიც მომაქვს. 1 2 ყოველ თვალზე იქიდან და აქედან ვგსოვ, როცა 1 ფერით რამდენიმე თვალი მაქვს. და 1
მე ერთი ყვავილის სქემა დავამთავრე, ხო? ახლა 1 2 3 4 5 6 თვალი მაქვს ისევ სვიტრის ფერი. 1 2 ძაფი წამოვიღოთ, 3 4 5 6. აქ მთავრდება სქემა და მე სქემას ვიწყებ თავიდან ათვლას. მე 11 რიგს ვგსოვ. 1 2 3 ისევ თავიდან ვიწყებ. 1 2 3. მე ვითვლი სქემას, აქ რა ფერები ხდება ერთად, ამას არ აქვს შენთვის მნიშვნელობა, სქემა აქ დამთავრდა, აქედან დაიწყე, რა თქმა უნდა, ერთი ფერია. შეიძლება მეორე ფერი იყოს, დაუშვათ ნახატი როგორი იქნება. შენ რასაც ხედავ, ის უნდა მოგსოვო აქედან აქამდე, ხო? აი აქამდე. ისევ თავიდან ვიწყებთ სქემას. შემდეგ ყვავილს ვგსოვთ 1 2 3. მოვგსოვ 1 2 3 და მაქვს ყვავილი 2 თვალი. 1 2. შემდეგ მაქვს სვიტრის ფერი 1 და 2-თან მომაქვს ძაფი. შემდეგ მაქვს ყვავილის ფერი 2 თვალი. არ დაიბნე, აი მოვგსოვ ეს. ახლა 1 2 1. 1 1 1. ახლა 2 ყვავილის ფერი, 2 სვიტრის ფერი და 1 კიდევ. 1 2 თან ძაფი მომაქვს. 1 2 და 1. შემდეგი ყვავილის სქემა დამთავრდა და 1 2 3 4 5 6. აქამდე მოვგსოვ 6 თვალს, აი ამ ფერს ჩვეულებრივ 1 2 3 ძაფი წამოიღე, არ დაგავიწყდეს. ყოველი თვალის შემდეგ შებრუნდი და შემობრუნდი. 2 4 6 თვალი მოვგსოვე და სქემა აქ მთავრდება და მე ისევ ახალ სქემას ვიწყებ აქედან. მე 11 რიგს ვგსოვთ, ხო? და იმდენჯერ მოვგსოვ ამ სქემას, რამდენიცაა, სანამ არ მოვალ საიდანაც დავიწყეთ. მოვედით და ისევ ვიწყებთ თავიდან, შემდეგ მოვალთ და ისევ ვიწყებთ თავიდან, ასე. სქემა უკვე ვიცით როგორ ვატრიალოთ და ასე ეს ერთი სქემა, რომელსაც ჩავსვამთ აი ასე თან მიმდევრობით და მოიქსოვება თლიანობაში. შემდეგ აი ასეთი როცა დაამთავრებთ, გამოგივათ ასეთი ყვავილი. ეს არის დასაწყისი. ვაგრძელებთ როგორც აგიხსენით და როგორც გაჩვენეთ. შიგითა მხრიდან აუცილებლად ასე სუფთად უნდა მოგსოვოთ და როგორ მოგსოვოთ, ესაც გაჩვენეთ. და დასრულებული სახით შემდეგ გამოგივათ აი ასეთი მთლიანობაში ნაქსოვი, სხვა ფორმით რა თქმა უნდა, სხვა სახით. შემდეგ გააგრძელებთ და გააგრძელებთ. იმედია ეს ვიდეო დაგეხმარებათ, რადგან ახლა მთლიანი ყვავილი აქ რო გსოვოთ, არ ვიცი ვიდეოს მიმდინარეობა თქვენ რამდენად იქნება თქვენთვის თვალსაჩინო, ფიქრობ ასე ჯობია თქვენ თვითონ გააგრძელოთ, მოგსოვოთ. სქემა აქ არის თუ გაინტერესებთ და თუ გინდათ გადმომიგზავნეთ და შეგიდგენთ სქემას როგორი გინდათ. ერთი სიტყვით ვეცადე თქვენი შეკითხვისთვის მეპასუხა და არ ვიცი რამდენად. მოკლედ, მეგობრებო, ახლა თქვენ იცით და უნდა მოგსოვოთ.
გაიგეთ, არ გაიგეთ, უნდა მოგხსოვოთ. თუ მაინც ძალიან რთული იყოს იმისი თქმა მინდა, რომ რა ვიცი, მომწერეთ და შევეცდები შემდეგ კიდე სხვანაირად ავხსნათ. წარმატებები, კარგად ბრძანდებოდეთ.